3 მარცი ერთ დღეს, 3 ქართველი ერთ დღეს დამარცხდა. ჭიდაობაში და MMA-ში. მოკლედ ძალიან ცუდი დღე გაგვიტენდა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და საერთოდ არ მინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ამ Fight Night-ზე, ამ ტურნირზე ბევრი საინტერესო ბრძოლები იყო. იმას თუ არ ჩავთვლით რომან დოლიძემ რო იჩხუბა. დანარჩენი იყო ძალიან მაგარი ბრძოლები, ახალი სახეები გამოჩნდნენ, ასე რომ საინტერესო იქნება ეს გადაცემა. მე კიდე შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია Global-ი. თუ გამოიყენებთ ჩემ პრომოკოდს Vasil 300, აი მანქანის ჩამოყვანას რომ დააპირებთ საქართველოში, ამერიკიდან, გამოიყენებთ ამ პრომოკოდს და ტრანსპორტირებაში $300 დაგაკლდებათ. მე კიდევ ვიწყებ. და ტურნირის მთავარი ქარდის დაპირისპირება მძიმე წონაში შედგა, სადაც ერთმანეთს დაეჯახდნენ ორი ამერიკელი მძიმე წონოსანი, ენტონი ვინტი და ტერენს ჩეტმენი. ამ შეხვედრაში ფავორიტი იყო ენტონი ვინტი, რადგან ეს სპორტსმენი დაუმარცხებელია, პროფესიონალებში მოდის ზედიზედ 7 გამარჯვებით. ენტონი 6 წლიდან თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს, ბევრჯერ გამხდარა საუკეთესო მოთამაშე საუნივერსიტეტო ლიგებში, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ NFL-ში მიიწვიეს და იქაც მოასწრო ორი თამაშის ჩატარება. თუმცა საქმეში ჩაერია პანდემია, ენტონი მურად ვერ ჩერდებოდა და სწორედ მაშინ გადაწყვიტა ძალები მოესინჯა MMA-ში. მან კარიერა 2023 წელს დაიწყო და თავის გზაზე ეგრევე 4 სპორტსმენი გადათელა, გააფორმა 2 ნოკაუტი, 1 საბმიშენი და შეიჭრა ცნობილ Fury Fighting-ის ლიგაში. აქ პირველი ვისაც არ გაუმართლა იყო Miles Banks-ი. მებრძოლი, რომელიც ვინზე 2 თავით მაღალი იყო, თუმცა ენტონიმ ის ზუსტად 21 წამში შეჭამა და გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით. შემდეგი იყო ჯამალ ტატუმი. ეს უკვე სატიტულო ბრძოლა იყო. ენტონიმ არც ამ სპორტსმენს არ დაუტოვა შანსები და ზუსტად 27 წამში სატვირთო მანქანასავით გადაუარა და გახდა Fury Fighting-ის ჩემპიონი. რა თქმა უნდა, ასეთი გიჟი მძიმე წონოსნის ამბები დანა ვაითამდეც მივიდა და მან ენტონი დაპატიჟა თავის საპრეტენდენტო სერიაზე, სადაც დაუპირისპირა არანაკლებად საშიში LFA-ის ნოკაუტერი მეტ ადამსი. ვინტმა ბრძოლის დაწყებისთანავე თავის მოწინააღმდეგეს ლოუ-ქიქებით ჯერ გაუთიშა მარჯვენა ფეხი, შემდეგ გადაიყვანა მიწაზე და იქ ჩვეულ რეჟიმში ფსიქოპატივით ჩაქოლა და რა თქმა უნდა, ასეთი გიჟური ფინიშით, პლუს ამას მონსტრუოზული გარეგნობით დანა ვაითმა გაუღო მას UFC-ის კარები, სადაც შეახვედრა მისნაირი დებიუტანტი ტერენს ჩეტმენი. ეს მებრძოლიც UFC-ის დებიუტანტია, რომელიც პროფესიონალური რეკორდია 5 გამარჯვება და 1 მარცხი. მან ყველა თავისი შეხვედრა Fury Fighting-ის პრომოუშენში ჩაატარა და ისიც ენტონივით ცოფიანი მებრძოლია, რომელსაც ურჩევნია ოპონენტების დანოკაუტება. ამ ბიჭს ნამდვილად ძალიან მძიმე დარტყმა აქვს. 5 გამარჯვებიდან 4 შეხვედრა ჩეტმენმა ნოკაუტებით მოიგო. ის 1 მარცხის გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიპოვა. ასე რომ ამ მონსტრებს შორის შეტაკება აუცილებლად უნდა დასრულებულიყო ფინიშით. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს დაპირისპირება პირველივე რაუნდში დასრულდა. მებრძოლებმა შეხვედრა დგომში დაიწყეს, არსად ეჩქარებოდა და დისტანციიდან ერთმანეთს ემუშავებოდნენ. თუმცა თავიდანვე თვალშისაცემი იყო, რომ ენტონი ვინტი გაცილებით უფრო ხისტად და მძიმედ მოქმედებდა. მეორე წუთისკენ ვინტმა მოწინააღმდეგის პარტეში გადაყვანა სცადა. ჩეტმენი თავის გაბარიტების ხარჯზე ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ენტონიმ მაინც მოახერხა მისი მიწაზე დანარცხება. სწორედ ამ დროს ძალიან დაძაბული ეპიზოდი ვიხილეთ. ტერენსმა ოპონენტი კიმურაზე დაიჭირა და საკმაოდ დიდხანს ემუქრებოდა მტკივნეული ილეთით. მიუხედავად ამისა, ენტონიმ თავის დაღწევა შეძლო და თავის საფირმო მხეცორ სტილში პირველივე რაუნდის ბოლო წამებზე ჩეტმენი მახრჩობელაზე დაიჭირა და გათიშა. ძალიან ეფექტური ფინიში და დაუჯერებლად მაგარი დებიუტი. ენტონი ვინტი გამოიყურება როგორც გენმოდიფიცირებული იოელ რომერო, აქვს გიჟური ქარიზმა და ერთი სიტყვით ამ ბიჭს წინ სერიოზული მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ UFC-ში კიდევ ბევრ სანახაობრივ ფინიშს შემოგთავაზებს. შემდეგი დაპირისპირება ქალებში შედგა, კატეგორია 57 კილოგრამი. ამერიკელი კარლი ჯუდესი ბრაზილიელი ჯეისლა ჩევისის წინააღმდეგ. კარლი ჯუდესი სტრაიკერია, პროფესიონალური რეკორდით 6 გამარჯვება და 2 მარცხი.
სანამ ის დანა ვაითის პრეტენდენტთა სერიაზე მოხვდებოდა, კარლიმ სხვადასხვა ლიგებში მოასწრო 3 ბრძოლის ჩატარება და სამივე დაპირისპირება ნოკაუტებით მოიგო და რაც მთავარია ყველა პირველივე რაუნდში. 2023 წელს კარლიმ დანა ვაითის კარები შეაღო, თუმცა პრეტენდენტთა სერიაზე გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა, მაგრამ ლიგაში მოხვდა. დებიუტი UFC-ში ჯუდის არ გამოუვიდა, კიდევ დამარცხდა გაყოფილი გადაწყვეტილებით და აი ამის მერე გამოაცხო ზედიზედ 3 გამარჯვება, 2 ნოკაუტით და 1 გადაწყვეტილებით. ის 2 ნოკაუტი კი იყო მაქსიმალურად სანახაობრივი და სასტიკი. მოკლედ ეს გოგო ნამდვილად არავის არაფერს ისე არ დაუთმობს. რაც შეეხება ჯეის ლეჩეივის, ეს სპორტსმენი დაუმარცხებელია, პროფესიონალური რეკორდით 8 გამარჯვება მარცხის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ჯეისლა თავიდან მუშაობდა რინგ გროლად, თუმცა მობეზრდა რინგზე მოდელის თამაში და დაიწყო ჩხუბი. ეს მებრძოლიც თავის მეტოქესავით სტრაიკერია, კარიერაში 4 შეხვედრა დაასრულა ნოკაუტებით და გომეს ფაით ლიგის ჩემპიონიც გახდა. 2025 წელს ჩეივისმა დანა ვაითის პრეტენდენტთა სერიაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც შეხვდა სოფია მონტენეგროს. ამ დაპირისპირებაში გოგოებმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთმანეთს თავპირი დაუმტრიეს და ჯეისლამ გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება მოიპოვა. პლუს ამას მიიღო დანა ბიძიას სიმპათია. UFC-ს დებიუტში ჯეისლამ იუნისი დუბენი დაამარცხა გაყოფილი გადაწყვეტილებით, თუმცა თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და აი ასეთი დაუმარცხებელი რეკორდით შეხვდა კარლ ჯუდეს. რაც შეეხება თვითონ დაპირისპირებას, გოგოებმა ბრძოლა ძალიან აქტიურად დაიწყეს და ეგრევე მჭიდრო გაცვლებში გადავიდნენ დგომში. მოფრინავდა მუშტებიც, ფეხებიც და თავად-ორთა ბრძოლა აბსოლუტურად თანაბარი ჩანდა. მაგრამ ნელ-ნელა ჯუდისმა ინიციატივა ხელში ჩაიგდო, ტემპს მოუმატა და ჩეივის სულ უფრო ხშირად სწვებოდა ზუსტი დარტყმებით. კულმინაცია ელვისებურად დადგა. ჯუდისმა გამანადგურებელი ფრონტ კიკი გაუშვა ზუსტად კორპუსში, ტივილისგან ჩევისი დაიკეცა, კარლი წამიერად მივარდა მის დასაფინიშებლად და რეფერი მას ტექნიკური ნოკაუტით გააჩერა ეს ბრძოლა. ჯეის ლეჩევისთვის ეს კარიერაში პირველი მარცხი აღმოჩნდა. თავის მხრივ კი კარლ ჯუდესი ძალიან ეფექტურად აგრძელებს სვლას UFC-ში და ზურს უკან უკვე ზედიზედ 4 გამარჯვება აქვს. სუბუქციონაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უელსელი მეისონ ჯონსი და ამერიკელი მარკელ მედეროსი. მეისონს შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა Cage Warrior-ში, ის ამ ორგანიზაციაში ორმაგი ჩემპიონი იყო, მოიპოვა ტიტული 60-ში და 77 კილოგრამებში. ეს ბიჭი ძირითადად სტრაიკერია, თუმცა კარიერაში საბმიშენით მოპოვებული გამარჯვებებიც აქვს. მეისონი UFC-ში დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით მოხვდა, 10 გამარჯვება მარცხის გარეშე, თუმცა თვითონ ლიგაში 4 ბრძოლა ჩაატარა, 1-ში გაიმარჯვა, 2-ში დამარცხდა და 1 no contest-ი. რის მერეც ორგანიზაციამ მას გააუქმა კონტრაქტი. მეისონი დაუბრუნდა მშობლიურ Cage Warriors, სადაც 4 ბრძოლა ჩაატარა, 4-ვეში გაიმარჯვა, გაიფორმა 3 გიჟური ნოკაუტი და UFC-მ ის ისევ მიიღო 2025 წელს. მეორე კონტრაქტმა უკვე გაამართლა. ჯონსმა 3 ბრძოლა ჩაატარა, 3-ვეში გაიმარჯვა და ეხლა შეხვდა მედეროსს. მარკელ მედეროსი სტრაიკერია, მოაიტაის ბაზით, პროფესიონალური რეკორდი აქვს 11 გამარჯვება, 1 მარცხი და 1 ფრე. ეხლა ეს სპორტსმენი პროფესიონალებში მოდის 9 გამარჯვებიანი სერიით. თავის კარიერას მედეროსი იწყებდა Fury Fighting-ის ლიგაში, სადაც 5 ნოკაუტი გააფორმა. UFC-ში ეს სპორტსმენი დანა ვაითის სერიის გავლით მოხვდა. აქ მან ძალიან ეფექტურად დაანოკაუტა თავისი მეტოქე, რითიც დანა ვაითის მოწონება დაიმსახურა და რა თქმა უნდა მოხვდა ლიგაში. თვითონ UFC-ში მედეროსმა ზედიზედ 3 შერკინება მოიგო ყველა გადაწყვეტილებით და აი ბოლო ბრძოლაში კრის პადილიასთან ფრედ დაასრულა შეხვედრა. ეს დაპირისპირება სულ რაღაცა 2 რაუნდს გაგრძელდა, თუმცა პირველი მონაკვეთი უბრალოდ დაუჯერებლად აქტიური გამოდგა. მებრძოლებს დრო დაზვერვაზე არ დაუკარგოთ და პირველივე წამებიდან სასტიკ შეხაობაში შევიდნენ. საქმეში ჩაერთო ყველაფერი, მძიმე პანჩები, კიკები, გიჟური გაცვლები დგომში და მჭიდრო მუშაობა პარტერში. ორივე სპორტსმენს კარგი მომენტები ჰქონდა, ბრძოლა აბსოლუტურად თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა თითქოს მეისონ ჯონსი ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. Some intense, dirty boxing there. Another 2 minutes to go, round number 1. Madero's to his feet and wear out Madero. How about seconds? Madero's still very. მეორე რაუნდი არანაკლებად ბრუტალურად დაიწყო. ჯონსის შეტევაზე გადავიდა, მებრძოლები ისევ მჭიდრო გაცვლებში ჩაერთნენ, მაგრამ მალევე მეისონმა სასტიკი კონტრდარტყმების გაშვება დაიწყო. მედეროსმა ჩართო საქმეში თავისი იდაყვები და სწორედ იდაყვებით მან ჯონს კოლოსალური ზიანი მიაყენა. მარკელი დგომში პირდაპირ მნიშვნელობით შლიდა მოწინააღმდეგეს და ზუსტი დარტყმების წვიმა დაატეხა თავს. საბოლოოდ რეფერიმ ვეღარ გაუძლო ამ ცალმხრივ ცემის ყურებას, დროულად ჩაერია და მარკელ მედეროს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაუთვალა. ახლა მედეროსი როგორც არასდროს ახლოს
საშუალოსა იმასთან, რომ დივიზიონის რომელიმე ტოპ მებრძოლთან ჩხუბის შანსი მიიღოს. სხვათა შორის ბრძოლის შემდეგ მას დრო არ დაუკარგავს და უკვე ოფიციალურად გამოიწვია ბენილ დარიუში და კრის დანკანი. The biggest win of his career comes in Sacramento and stops his win streak at 7. Yeah, from start to finish, non-stop. და აი ჩვენთვის ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შერკინება ამ ტურნირზე რომან დოლიძე რენიე დერიდერის წინააღმდეგ. ორივე ამ სპორტსმენზე ცალკე მაქვს გაკეთებული დოკუმენტური ფილმები. ამიტომ აღარ დავხარჯავ დრო სპორტსმენების გაცნობით. ვისაც გაინტერესებთ ამ მებრძოლების კარიერა, შეგიძლიათ ჩემს არხზე გაეცნოთ. აქ კი გეტყვით, რომ UFC-ში ორივე ძირითადად საშუალო წონაში ასპარეზობდნენ, მაგრამ ორივეს ბოლოს უჭირდათ წონის ჩაბარება, განსაკუთრებულად რომანს და ამიტომ ორივე შეცვალეს კატეგორია და შეხვდნენ ქვემძიმე წონაში. გადავიდეთ პირდაპირ ბრძოლის განხილვაზე. დაპირისპირება ოქტაგონის სცენში მჭიდრო გაცვლებით დაიწყო. მებრძოლებმა ერთმანეთი ქიქებით შეამოწმეს და ფაქტობრივად პირველივე წამებიდან რომან დოლიძემ ბრძოლის პარტერში გადაყვანა გადაწყვიტა. თუმცა პარტერში მან პოზიცია დაკარგა და რენიეს ზემოდან აღმოჩნდა. ამ მომენტში დოლიძემ დაითრია დერიდერის ფეხი და ცდილობდა მისი საფირმო ილეთის ხუზე მტკივნეულის შესრულებას. ის დიდხანს და ჯიუტად ცდილობდა დერიდერის ფეხის აღებას, მაგრამ უშედეგოდ. და ის სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რომანისთვის ნამდვილი კოშმარი. რენიემ წოლიარე რომანს უამრავი მძიმე დარტყმა დაატეხა თავს ზემოდან. ჩვენი ქართველი მებრძოლი ბოლომდე ითმენდა, მაგრამ ეს უკვე ყრუ, პასიური დაცვა იყო. ის მიღებული კოლოსალური ზიანის გამო ფიზიკურად ვეღარაფერს უპირისპირებდა რენიეს. რაღაც მომენტში დერიდერმა მახრჩობელა ილეთის გაკეთებაც სცადა, მაგრამ შემდეგ ისე უსასტიკეს გრანდენ ფაუნზე გადაერთო. საბოლოოდ რეფერი იძულებული გახდა ჩარეულიყო და პირველი რაუნდის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ბრძოლა შეაჩერა. რენიე დერიდერი ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვებს. გულწრფელად გეტყვით, ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრებისთვის ამის ყურება ძალიან მძიმე იყო. მაგრამ არა უშავს, ჩვენ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ დოლიძე კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. გვახსოვს მისი ყველა გამარჯვება და ის დაუჯერებელი ემოციები, რასაც ის გჩუქნიდა. კი, ის უკვე 39 წლისაა, ასაკი თავისაშრება და შესაძლოა ამანაც თავისი როლი ითამაშა. როგორც არ უნდა იყოს, პირადად მე მთელი გულით უსურებ რომანს წარმატებას. რენიე კი პირდაპირ ფეხით ამტრევს ქვემძიმე წონის კარებს ასეთ სანახაობრივი ფინიშით. სხვათა შორის თუ გაინტერესებთ მისი კარიერა, აუცილებლად უყურეთ დერიდერზე დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ჩემს არხზე დაგხვდებათ. საქართველო გამარჯობა. ვიცი ნერვიულობ, მეც ვინერვიულობ. ბრძოლა არ წარიმართა ისე როგორც გვინდოდა. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ. ამა თუ სიტუაცია შეიძლება სხვანაირად მოუქცეული იყავი. ჩვენ ეს ბრძოლა წავაგ. არ ჩაურმავდებიან ყველაფერს. მაგრამ მე არ წამიგია საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ჩემი გზა და ღირსება. ვინ ჩემს გვერდით ხარ? დიდი მადლობა. ჩვენი ძალა ჩვენს ეთობაში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება 19 სექტემბერს თბილისში. შევხვდებით. გადავდივართ საღამოს თანამთავარ მოვლენაზე, სადაც ერთმანეთს მძიმე წონოსნები ვიტორ პეტრინო და სერგეი სპივაკი დაუპირისპირდნენ. პეტრინო ბრაზილიელია, რომელიც ჯერ არ არის რეიტინგებში, მისთვის ეს ბრძოლა იდეალური ტრამპლინია ტოპ 15-ში შესასვლელად. ადრე ის ქვემძიმე დივიზიონში ასპარეზობდა. პეტრინო არის უზარმაზარი, ათლეტური 28 წლის ნოკაუტერი, რომელიც ამავდროულად შესანიშნავად ჭიდაობს. მისი პროფესიონალური რეკორდია 14 გამარჯვება და 2 მარცხი. UFC-ში მან დანა ვაიტის პრეტენდენტთა სერიის გავლით შეაღწია, სადაც ნოკაუტით გაიმარჯვა. რის შემდეგაც ზედიზედ 4 ბრძოლიანი მოგებათა სერია გამოაცხო, თუმცა შემდეგ ფეხი დაუწდა, 2 მარცხი განიცადა და გადაწყვიტა მძიმე წონაში ასვლა. როგორც ჩანს, აქ ის გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან მძიმე წონაში ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო. რაც შეეხება სერგეი სპივაკს, ის 31 წლის მოლდოველი მებრძოლია, რომელსაც ძალიან უყვარს მეტოქეების დაფინიშება სასტიკ გრანდენ ფაუნდში. თავისი გზა საბრძოლო ხელოვნებაში მან ჯიუ-ჯიტსუთი დაიწყო, შემდეგ გადავიდა ძიუდოში, კრივი და საბოლოოდ თავი MMA-ში იპოვა. მის ანგარიშზე UFC-ში უკვე 15 ბრძოლა, რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს და ამ დაპირისპირებას ანტე დელიასთან გამარჯვების შემდეგ შეხვდა. სერგეის უძლიერესი მხარე უდაოდ ჭიდაობაა. რაც შეეხება უშუალოდ ორთა ბრძოლას, ის სრული 3 რაუნდი გაგრძელდა. პირველ მონაკვეთში არაერთი საინტერესო მომენტი ვიხილეთ. პეტრინომ სპივაკს ცხვირი გაუტეხა და დგომში მთლიანობაში ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა. მებრძოლება მთელი რაუნდი ფეხზე გაატარეს, ჭიდაობის მცდელობაც კი არ ყოფილა. Bleed and then Spivak cutting out of it.
10-second break back after this. და აი მეორე რაუნდი ნამდვილად გიჟური გამოდგა. ვიტორის სრული სიმძლავრით ჩაერთო მოახერხა სერგეის მიწაზე გადაყვანა, სადაც დომინანტური პოზიცია დაიკავა და მისი მეთოდურად დაშლა დაიწყო კორპუსში მიყენებული ხისტი დარტყმებით. სახეში კი მძიმე პანჩებს აპარებდა. ეს ბრაზილიელის ტოტალური დომინაცია იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამებზე სპივაკმა ფეხზე წამოდგომა და ოდნავ გააქტიურება მოახერხა, რაუნდი გამანადგურებელი უპირატესობით პეტრინომ წაიღო. Trying to get up. With that guard closing. Position. He's going to grab it with his right hand. Trino might be a few big shots. It's like reasons to be on. To get after him for your father. For your father this round. For your father. მესამე რაუნდში მებრძოლები უკვე შესამჩნევად დაღლილები და შენელებულები გამოვიდნენ, მაგრამ ეგრევე ხის გაცვლებში შევიდნენ. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს სერგეიმ ბრძოლის მსვლელობა გაათანაბრა. მან რამოდენიმეჯერ მწარედ მოახვედრა ოპონენტს. თუმცა პეტრინომ გარისკვა არ დაიწყო, სწრაფად შევიდა კლინჩი, ბადესთან მიიმწვდია სპივაკი და ზურგიდან მძიმე დარტყმების მიყენება განაგრძო. გონგამდე 2 წუთით ადრე მებრძოლები კვლავ დგომში დაბრუნდნენ. ეტყობოდოთ, რომ ორივე მთელი ძალები ოქტაგონზე დატოვეს. მაგრამ არც ერთი არ აპირებდა დანებებას, მათ მძიმე დარტყმების გასვლა გააგრძელეს. პეტრინო კვლავ უფრო ზუსტი აღმოჩნდა და ეს მონაკვეთიც დამაჯერებლად წაიღო. შედეგი ვიტორ პეტრინოს უპირობო გამარჯვებამ საჭდა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. და იმ მიუახლოვდით საღამოს მთავარ ბრძოლას, საშუალო დივიზიონის მე-6 ნომერი ამერიკელი ენტონი ერნანდესი ბრაზილიელი გრეგორი როდრიგესის წინააღმდეგ, მეტსახელად რობოკოპი. დავიწყოთ როდრიგესით. გულშემატკივრები მას ხშირად ხუმრობით მკვლელ პენსიონერს ან სტეროიდებზე მყოფ ობამას უწოდებენ. თუმცა ოქტაგონზე ის რობოკოპის მეტსახელით გამოდის და ვიზუალურადაც მართლაც გავს დაუნდობელ რკინის ტერმინატორს, რომელიც უბრალოდ ანადგურებს თავის მეტოქეებს. UFC-ში 2021 წელს მოხდა მას შემდეგ, რაც LFA-ის ლიგის ჩემპიონი გახდა, მისი პროფესიონალური რეკორდია 19 გამარჯვება და 6 მარცხი, საიდანაც 11 ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა, ხოლო 3 საბმიშენით. UFC-ში მან 13 ბრძოლა ჩაატარა, 10 გამარჯვება მოიპოვა, თითქმის ყველა ვადაზე ადრე და მხოლოდ 3-ჯერ მიიყვანა საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე. ახლა ბრაზილიას 3 გამარჯვებისგან შემდგარი სერია აქვს. დაანოკაუტა ჯეკ ჰერმენსონი, მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო რომან კოპილოვს და ბოლოს ბრუტალურად დაანოკაუტა ბრუნო პერეირა. როდრიგესი ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამრის მფლობელია და ამ დისციპლინაში მრავალი გზის მსოფლიო ჩემპიონი. თუმცა ოქტაგონზე მას უბრალოდ ნამდვილი გიჟური ჩეხაობა ურჩევნია. როგორც თავად ამბობს, ისე შეუყვარდა ხალხის გათიშვა, რომ ჭიდაობაზე ფიქრი საერთოდ შეწყვიტა. ბრაზილიელის ერთადერთი მინუსი ის არის, რომ დგომში ჩხუბით ისე ერთობა დაცვა საერთოდ ავიწყდება. თითქმის ყველა მისი ბრძოლა მისთვის უზარმაზარი ზიანითა და სისხლიანი სახით მთავრდება, მაგრამ სამაგიეროდ მისი მეტოქეები კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან და გამარჯვებაც მას რჩება. ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, მისი ყველა გამოსვლა ოქტაგონზე გარანტირებული სანახაობაა. რაც შეეხება ენტონი ერნანდესს, მასზე მე დეტალური დოკუმენტური ფილმი მაქვს გაკეთებული, ასე რომ თუ გაინტერესებთ ამ მებრძოლის გზა, აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ჩემს არხზე. აქ კი მოკლედ გეტყვით, ენტონი მაღალი კლასის ჯიტსერი და საბმიშენების ნამდვილი ოსტატია. კარიერის განმავლობაში მან 9 ბრძოლა საბმიშენით დაასრულა და მხოლოდ 3 მიიყვანა ნოკაუტამდე. ეს ბიჭიც LFA-ის ლიგის ყოფილი ჩემპიონია. UFC-ში მან დანა უაითის პრეტენდენტთა სერიიდან შეაღწია, სადაც მეტოქე ძალიან ეფექტურად დაანოკაუტა. დანაბიძი აღფრთოვანებული იყო, მაგრამ მალევე ერნანდესმა დოპინგ ტესტი ჩააგდო. მის სისხლში მარიხუანა აღმოაჩინეს და ბრძოლის შედეგი გაუქმდა. სხვათა შორის, ენტონი მართლაც დიდი მოყვარულია მოწევის, კაიქეში ტიპი არის და კალიფორნიაში საკუთარი მაღაზიაც აქვს, ეგრეთ წოდებული ბარიგა. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ 2019 წელს ის დაბრუნდა, მოიპოვა გამარჯვება, შემდეგ წააგო კევინ ჰოლანდმა და აი ამის მერე დაიწყო დაუჯერებელი რამ. მან გიჟური სერია გამოაცხო და ზედიზედ 8 მეტოქე გაანადგურა. ისეთ სპორტსმენებს მოუგო, როგორებიც არიან რომან კაპილოვი, მიშელ პერეირა, ბრენდან ალენი და ჩვენი რომან დოლიძეც კი, რომელიც ენტონი მეოთხე რაუნდში გაგვდა. მოკლედ ერნანდესმა კოლოსალური ტემპი აკრიფა და მასზე ალაპარაკდნენ, როგორც მებრძოლზე, რომელსაც ხამზად ჩიმაევის შეჩერება შეეძლო. UFC მას საპრეტენდენტო ბრძოლა მისცა შონ სტრიკლენთან, გამარჯვების შემთხვევაში ის სავარაუდოდ ჩიმაევზე გავიდოდა. მაგრამ მოლოდინის საწინააღმდეგოდ სტრიკლენმა ის უბრალოდ გაანადგურა და მესამე რაუნდში დაანოკაუტა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს მისი ერთადერთი მარცხი იყო და ახლა რეიტინგის მე-6 საფეხურზე მყოფი ის მე-11 ადგილზე მყოფ რობოკოპს დაუპირისპირდა. ახლა კი უშუალოდ ბრძოლაზე გადავიდეთ, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკური გამოვიდა. მებრძოლებმა სრული 5 რაუნდი იჩხუბეს და ეს ნამდვილი ომი იყო. პირველ რაუნდში ერნანდესი კლინჩში მუშაობას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. გრეგორი გაცილებით საშიში იყო. ის ხისტად ურტყავდა კორპუსშიც და თავშიც. მნიშვნელოვანი დარტყმების მიხედვით როდრიგესმა დამაჯერებლად აჯობა მეტოქეს 24-7-ზე.
და დამსახურებულათაც წაიღო ეს მონაკვეთი. Got him again now. He's got the better in that one. Oh yeah, hiding on the takedown. And then Rodriguez. This is what he does every time. That shot from Rodriguez. Final seconds tick away from round number 1. Solid foot. მეორე რაუნდში როდრიგესი ენტონის სამხრივად ჯაბნიდა. ერნანდესის ჭიდაობა არ მუშაობდა. ბრაზილიელი დგომში თეიქდაუნებისგან შესანიშნავად იცავდა თავს. ენტონი ატარებს ბევრ მნიშვნელოვან დარტყმას, მაგრამ განსაკუთრებულად დამანგრეველ ზიანს ბრაზილიელის ლოუ-კიკებით იღებს. რაუნდის განმავლობაში ერნანდესი რამდენიმეჯერ დაეცა და ჩანდა, რომ რობოკოპმა მას ფეხები სრულიად გაუნადგურა. ბოლო წამებზე მებრძოლები ველურ ჩეხაობაში შევიდნენ და აი ამ ეპიზოდში ერნანდესი უკეთესიც კი იყო, მაგრამ თავად რაუნდი მაინც წააგო. one of the things he said is out The stool. tight. Getting close to Gonzalez. They can come back online. Oh, the leg's destroyed. He got a shot. It's a white knuckle 30-second round. Listen to this crowd. And now going on. God walks on twice, but Really look painful. There it is again. back to the third round. Robo Yes. How about that? A final horn. Start round 3. მესამე რაუნდში როდრიგესი თითქოს დაიღალა. ერნანდეს საბოლოოდ გამოუვიდა თეიქდაუნი, მაგრამ მიწაზე პოზიციის გამყარება ვერ შეძლო. მთელი ეს მონაკვეთი ენტონი მხოლოდ და მხოლოდ კარდიოს ხარჯზე ამოქაჩა. ის მუდმივად შედიოდა კლინჩში და დაუსრულებლად ცდილობდა მეტოქის გადაყვანას. კი, გდებები არ გამოსდიოდა, მაგრამ ამ წებოვანი წნეხის ხარჯზე მან როდრიგესს საერთოდ არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა და შეძლო ერთი რაუნდის თავის სასარგებლოდ დაესრულებინა. Far side ankle. Rodriguez is going to capitalize. See how this fourth round comes. He's in a deep. მეოთხე რაუნდი. შესვენებაზე როდრიგესმა დაისვენა და კვლავ მაქსიმალურად ხისტად დაიწყო მოქმედება. დგომში ერნანდეს აშკარად ჯობნიდა. უკვე ტრავმირებულ ენტონის გამანადგურებელი ლოუ-კიკები დაატეხა თავს. მან თავში უამრავი უმძიმესი დარტყმა გაუშვა და პირდაპირ მნიშვნელობით განადგურებული იყო, მაგრამ ამ ბიჭს სითამამე და ჟინი ნამდვილად არ აკლია. ერნანდესი არ ეცემოდა და მეტიც ძალიან კარგად პასუხობდა საკუთარი დარტყმებით. დაუჯერებლად ბრუტალური რაუნდი გამოვიდა, მაგრამ დარტყმების რაოდენობისა და ხარისხის ფონზე ბრაზილიელმა ეს მონაკვეთიც თავის სასარგებლოდ წაიღო. Set the trap. The law takes his one shot. Like a crazy. Wow. Yeah. Rodriguez gets. This is really on a weak left leg again. As along the fence, he's chasing takedowns. Rodriguez. Yeah, he's way ahead on the strike. He's withstood crazy and then vertical along the fence. They spilled into the takedown late. But in all მეხუთე რაუნდში სურათი განმეორდა. ერნანდესი ლაკი პანჩის იმედად სულ წინ მიდიოდა და უშვებდა დარტყმებს. ცდილობები ცუდი არ იყო, მაგრამ როდრიგესი თავისი დარტყმებით გაცილებით მეტ ზიანს აყენებდა. ყველელი ლოუ-კიკებით მან ენტონი კვლავ მიწაზე გაგზავნა, ზემოდან პოზიცია დაიკავა და რაუნდის ბოლომდე ტოტალურ დომინაციას ინარჩუნებდა. საბოლოოდ გრეგორი როდრიგესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვეს. ეს მართლაც უკომპრომისო ომი იყო გადარჩენისთვის. ორივე სპორტსმენი უმაგრესია, ორივეს უამრავი მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ამ საღამოს ბრაზილიელი ობიექტურად უკეთესი აღმოჩნდა. He's definitely down on the scorecard. 5 on the clock and he's still on his back. The crowd ain't gonna like it. This is a tough team. რომანდოლიძე დამარცხდა და ეს ცუდი ამბავია, მაგრამ არ დაივიწყოთ ვინ არის რენიე დერიდერი. ეს არის მებრძოლი, რომელმაც One Championship-ში, ერთ-ერთ ყველაზე მაგარ პრომოუშენში, 2 დივიზიონის ჩემპიონი გახდა. თან 93 კილოგრამის და 102 კილოგრამის. UFC-ში კიდე გამოვიდა 84 კილოგრამში, სადაც ძალიან უძნელდებოდა წონის ჩაბარება. ამიტომ 93 კილოგრამში ის როგორც შევარდა ახლა, დიდი ალბათობით ძალიან მალე მივა სატიტულო ბრძოლამდე. თუ რა თქმა უნდა ფორმაში იქნება და ისე იჩქუბებს როგორც One Championship-ში. ნახოთ. მე მაგალითად ვქომაგობ რენიე დერიდერს და შევხედოთ რა მოხდება. იმედი მაქვს რომ აი კარლოს ულბერგს რო შეხვდეს, დიდი ალბათობით მე ვფიქრობ პირადად რომ შეიძლება გაიმარჯვოს დერიდერმა, მაგრამ კარლოს ულბერგამდე მაგას აი საფახაო აქვს ძალიან ბევრი. ასე რომ აი ესეთი ცუდი ამბავია, მაგრამ მაგარ მებრძოლთან დამარცხდა რომან დოლიძე და უსურებ მას წარმატებას.
და რაც შეეხება რაფის ტურნირს, პარალელურად ქონდა ჩართული კომპიუტერი, ტელევიზორი, ერთდროულად ტარდებოდა რაფის ჩემპიონატიც და ეს ბრძოლებიც და რა ვიცი, ხინჩიგაშვილი დამარცხდა. პირველად ხოთაშორის რაფის ტურნირზე დამარცხდა, მერე ველოდებოდი მერაბ დვალიშვილს, იმიტომ რომ ხინჩიგაშვილი დამარცხდა, რომან დოლიძე დამარცხდა. მეთქი მერაბ მიდი ერთი გაგლიჯე, რაღაცით მაინც გვასი ამოვნე, მაგრამ მერაბ დვალიშვილიც აი რამოდენიმე წამში ხედავთ თქვენ თვითონაც, რამოდენიმე წამში ჰენრი სეხუდომ აი მერაბი ეგრევე გაანადგურა და მინდა გითხრათ რომ ჰენრი სეხუდოც არ არის ვიღაცა ტიპი. ბოლო ჰენრი სეხუდო არის ოლიმპიური ჩემპიონი ამ ჭიდაობაში და ბოლოს მე მახსოვს მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ, არც კი იცოდა თავისუფალი ჭიდაობის წესები დვალიშვილმა. აი მართლა არ იცოდა, მაგრამ მაინც გავიდა. ეს არის მისთვის ჩათვალეთ რაღაცა გართობა და დამატებითი რაღაცა ფულის გაკეთება. აი საქართველოში ჰენრი სეხუდო უგებდა თუ გახსოვთ მერაბ დვალიშვილს, მაგრამ იმდენი ხომაგები ეს ყვირილი, წივილი ქართული ჟინი და მერაბ დვალიშვილმა შემოატრიანა ეს ბრძოლა და იქ ნაკლები ქართველები იყვნენ. ჩვენ რომ ყოფილიყავით ბევრი, შეიძლება მერაბ დვალიშვილს დაემარჯვა. მოკლედ ჰენრი სეხუდო სულოცავ, ძალიან მაგარი სპორტსმენია, ოლიმპიური ჩემპიონი, 2 დივიზიონის ჩემპიონი UFC-ში და ეს საერთოდ არაფერი არ არის მერაბ დვალიშვილისთვის, უბრალოდ ჩვენთვის კომაგებისთვის კაი იქნებოდა რომ რომან დოლიძეს ეს მარცხი გაენაიტრებლებინა, მაგრამ მერაბ დვალიშვილს ოქტომბერში აქვს თავარი ბრძოლა პიოტრ იანთან და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც გვახსოვს, პირველ შეხვედრაში ეს იყო მერაბ დვალიშვილის დომინაცია და მან მოიგო, მაგრამ მერე პიოტრ იანმა განაცხადა, რომ მას ტრავმა ჰქონდა, ხელი ჰქონდა დაზიანებული. მერე მერაბ დვალიშვილის მარცხი პიოტრ იანთან აქ უკვე დროთა განმავლობაში მერაბ დვალიშვილმა თქვა, რომ ჯანმრთელობასთან რაღაცა პრობლემები ჰქონდა, პლუს ამას 4ჯერ ამ წონის კლება ეს ძალიან ფიტავს ორგანიზმს. აი ეხლა ვიმედოვნებ, რომ ორივე მებრძოლი არის პრაიმში, ორივე კარგ ფორმაშია და ვნახოთ რა გამოვა. პირადად მე ჯერა და ვიცი, რომ მერაბ დვალიშვილი დაიბრუნებს ამ ტიტულს და კიდევ ერთხელ დაგვახარებს. მოკლედ ამაზე ვამთავრებ დღევანდელ გადაცემას, მომავალ შეხვედრამდე.